მეგობრებო, თუ კი ლოგიკის კონკრეტულ ამოცანებზე შეიძლება რაღაც განსხვავებული აზრები არსებობდეს, სწორედ ამიტომ მე ჩემს ვიდეოებს ვარქმევ კონკრეტული ტესტის ახსნას, თუ რატომ შეიძლება კონკრეტული პასუხი მიჩნეული იყოს ვალიდურად, რასაც თავისი არგუმენტები გააჩნია. ჩვენ ადამიანები ვართ, ზოგიერთის შეხედულება დაემთხვა ჩემსას, ზოგიერთის არა. 2024 წელს იყო ასეთი საკამათო ტესტი, მაგალითად მეორე ვარიანტი ზოოპლანქტონი, სადაც აშკარად არასწორი პასუხი იყო საგამოცდო ცენტრის მიერ მიჩნეული და ეგეც დასაბუთებული მაქვს, ცხადია თუ რატომ არის არასწორი. ვიღაც ასე თვლის, ხო? მაგალითად, შენ ტექსტის გააზრებაშიც რაღაც შეცდომა გექნება, აუცილებლად 21-დან 21 იშვიათი შემთხვევაა და ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ რაღაც ვერ გაიაზრე. უბრალოდ შენთვის უფრო მისაღები ის პასუხი იყო. ზოგჯერ ასე ხდება ლოგიკაშიც, მაგალითად იმ რამდენიმე ტესტში, რომელიც მიმოვიხილეთ ქვემოთ, ხო? ზოგიერთი რამ არ ექვემდებარება განხილვას, და მართლაც ასეა და ზუსტი მეცნიერება ხდება ლოგიკა, მაგრამ ზოგჯერ შესუსტება გაძლიერების ტესტებში სხვადასხვა აზრი შეიძლება გაჟღერდეს, მაგრამ გამოცდილება წარსული ცხოვრებისა და ამ სფეროსი და პროფესია თვითონ ჩემი ლოგიკოსობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რასაც ვამბობ, ეს ასეა განურჩევლად იმისა ნაეკი საგამოცდო ცენტრი, რას მიიჩნევს სწორად და რას არა. ვერც ერთი მათგანი ვერ ვიპოვე, რომ მათ შევხვდე და გავესაუბრო, მე ვასაბუთებ თუ რატო ვფიქრობ ამ და ამ პასუხს სწორად, ისინი კი მხოლოდ ლათინურ ასოებს და ქართულ ასოებს წერენ, რომელია სწორი და არ იძახიან რატომ. ამიტომ თქვენ განსაჯეთ, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, არ მგონია, რეგალიებზე არ დავიწყებ საუბარს, არ მგონია ვინმემ, ესე იგი, დებატებში და დისკურსში მაჯობოს რომელიღაც ტესტზე საუბრისას, იმიტომ რომ არგუმენტაცია თუ რაღაც პასუხს აქვს, მეორეს შენი არგუმენტაცია, ამ შემთხვევაში მათი არგუმენტაცია გაამყარებდა, ხო? ჩემსას ჩემი გასაგებია. მოსახლეობის უმრავლესობა შეიძლება მე მომემხროს, უმცირესობა იმ ადამიანს, ვისი წარსული გამოცდილებაც და პროფესიონალიზმის მე არ ვიცი. ამიტომ მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ ჩემი გონების ნაყოფზე, რომელმაც აქამდე მომიყვანა და მაქცია პროფესიონალ მასწავლებლად და ჩემი შეხედულებები რომ მცდარი იყოს, აქამდე უბრალოდ ფიზიკურად ვერ განვითარდებოდი და საერთოდ ლოგიკა ისეთი რამ არის, რომ ჩვენ ყველანი ერთ ენაზე ვსაუბრობთ მეტნაკლებად. იმიტომ რომ შენი ლოგიკა გქონდეს, მე ჩემი სხვა კომუნიკაციის დამყარება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა და უბრალოდ ის მომენტია, რომ კონკრეტულ ტესტში ვიღაცამ ასე მიიჩნია სწორად და მე თუ რაღაც სხვა პასუხი მაქვს დაფიქსირებული, იმას არ ნიშნავს, რომ ვცდები. უბრალოდ ყველაფერს აქვს უფრო მეტი პლუსი და ხვდებით, მედალს ორი მხარე აქვს და რაღაც ვერსიას უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს, ზოგს ნაკლები და რახან ნაეკის პასუხი რაღაც იქნება, ეგ არ ნიშნავს, რომ ისინი აბსოლუტურად სწორები არიან. რაოდენობრივზე კი კამათი ნაკლებად არის, ხო? აბა გავაკეთოთ 2026-ის, ეხლა რო წერეთ, პირველი ვარიანტის რაოდენობრივის პირველი 10 ამოცანა. 1 საათიანი ექსპერიმენტის განმავლობაში პერიოდულად ზომავდნენ ტემპერატურას. ექსპერიმენტის საწყის მომენტში ტემპერატურა -3 გრადუსის ტოლი იყო, შემდეგ კი მუდმივად იზრდებოდა და ბოლო მომენტში 5 გრადუსის ტოლი გახდა. რამდენი გრადუსით მოიმატა ტემპერატურამ ამ 1 საათში? აი თერმომეტრი წარმოიდგინე 0 გრადუსი აქ -3 გრადუსი და ბოლო მომენტში 5 გრადუსის ტოლი გახდა. -3-დან 8-მდე აქ აჩა, ხო, რამდენით მოიმატა? ამათ შორის რა რიცხვებია? -2, -1, 1, 2, 3, 4, ხო? და რა მოხდებოდა? დათვლიდი ამ რიცხვებს რა, ნახე, -3-დან გახდა 5, ხო? ესე იგი 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. 8 გრადუსით გაზრდილა ტემპერატურა. მოცემულია ორი წრე, რომელთაგან თითოეულის ფართობი 1 მეტრი კვადრატის ტოლია. იხილეთ ნახაზი პირველი და მეორე ვიხილე. პირველ ნახაზზე გამოსახული წრე დაყოფილია 3 ტოლ სექტორად, რომელთაგან გამუქებულია 2. მეორე ნახაზზე გამოსახულია წრე და ის 4 ტოლ სექტორად დაყოფილი, რომელთაგან გამუქებულია 3.
რამდენი მეტр კვადრატით მეტია მეორე ნახაზზე გამოსახული წრის გამუქებული ნაწილის ფართობი პირველ ნახაზზე გამოსახული წრის გამუქებული ნაწილის ფართობზე. 1 მეტр კვადრატი რას ნიშნავს? არაფერს, უბრალოდ სხვა რიცხვი რო იყოს შეიკვეცებოდა, მეტი არაფერი, თორე სამად როცა არის გაჭრილი, რას ნიშნავს? 3 ტოლი სექტორიო, ხო, ესე იგი 3-ად თუ არის გაჭრილი, რამდენადაც არის გაჭრილი, მნიშვნელში იწერება. 2/3 ყოფილა გაფერადებული. და აქ მეორე წრეში, 4-ად არის გაჭრილი წრე და 3 არის გაფერადებული, ხო? ხო და ნახე მეორე ნახატი 3/4-ია, პირველი 2/3 და რომელი უფრო მეტია? 3/4 უფრო მეტია, ხო? იმიტომ რომ თუ ერთით გასდი მრიცხველს და მნიშველს, უფრო მეტი იქნება ის, რომლის მრიცხველი მეტია და მნიშველი მეტია, ხო? და გამოაკლებ და ეგ არის პასუხი. 3/4-ს, 3 გაფერადებულ სექტორს 2 გაფერადებული სექტორი გამოვაკლოთ და რასაც მივიღებთ, ეგ იქნება ის თუ რამდენი კვადრატული მეტრით არის მეტი პირველ ნახაზზე მეორე ნახაზზე გამოსახული წრის ფართობი პირველ ნახაზზე გამოსახული წრის გამუქებული ნაწილის ფართობზე. საერთო მნიშვნელი 4-ის და 3-ის 12 იქნება, 12 გავყოთ 4-ზე 3 არის, დამატებით მნიშვნელი 12 გავყოთ 3-ზე 4 უნდა იყოს, არა? 3-ჯერ 3 9 და 9-ს გამოვაკლოთ 4-ჯერ 2 8. პასუხი იქნება 1/12, არა? და არის ეგეთი პასუხი B-ში. შემდეგ, სუმცირე რამდენი მიკროავტობუსია საჭირო ტურისტთა 240 კაციანი ჯგუფის გადასაყვანად თუ თითოეულ მიკროავტობუსს მაქსიმუმ 18 ტურისტის გადაყვანა შეუძლია. უმარტივესია რა, 240 კაცი თუ გყავს, უბრალოდ გაყოფ 18-ზე და თუ არ გაიყო ერთ ავტობუსს დაამატებ კიდე, ხო? მიკროავტობუსს და რაც არის 24-ში 18 ერთხელ მოთავსდება. 18 რო გამოვაკლოთ 24-ს, ხო 6 არის. 60-ში რამდენჯერ მოთავსდება? 5-ჯერ? არა, 4-ჯერ. ბევრია. ხო, იმიტომ რომ 4-ჯერ 8, ხო, გადაცდება 32-ია და 3 უნდა დავუმატო 4-ს მერე და ამიტომ 3 იქნებოდა, ხო? ესე იგი, ესეთი თემა გამოდის, რომ 3-ჯერ 8, ხო? 24 და მაგას მნიშვნელობა პრინციპში აღარ აქვს, მაგრამ მაინც ვიფლი. 8-ჯერ 3 24 და იმახსოვრებ 2-ს, 3-ჯერ 1 3 დამახსოვრებული 2 5 და მიდიხარ ესე იგი ისეთ წრეზე, რომელიც არასოდეს დასრულდება, იმიტომ რომ სულ 60 იქნება აქ და 13.3 უასე იქნება. ხო და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ 13 მიკროავტობუსი არ კმარა 18 ტურისტის 240 კაციანი ჯგუფის გადასაყვანად თუ ერთი მიკროავტობუსში 18 ტურისტი მოთავსდება. ხვდები, შენ რო 13 მიკროავტობუსი აიღო და შიგნით ჩასვა აი ესე მაქსიმუმ გააუსო, ხო და 18 კაცი ჩასვა, ხო? მასე შენ მიიღებ 18-ჯერ 13 ადამიანს, ხო, ვისაც გადაიყვან. 224-ს. 224 არ არის საკმარისი რაოდენობა, 240 უნდა გადაიყვანო, ხო და მარტივი თემაა, თუ 13 არ კმარა, მაშინ 14 დაგჭირდება. 15-ითაც გადაიყვან, უბრალოდ პრობლემა ისაა, სუმცირე რამდენი მიკროავტობუსიო, სუმცირე 14, ხო? მანდ ზუსტად განთავსებაზე არ არის ლაპარაკი რა, ეხა 14 მიკროავტობუსი რო წაიყვან და გაავსო 18 ადამიანით, 252 კაცი შეიქმნება, ადგილი შეიქმნება სულ და 252 თავისუფალი ადგილი არის და აქედან 240 დაიკავებდა სულ რა და 12 თავისუფალი ადგილი დარჩებოდა ამ მიკროავტობუსებში ჯამურად რა, ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, ხო? და მე ქვემოთ მოცემული 3 პირველი, მეორე და მესამე გამონათქვამი და რომელია ჭეშმარიტი. პირველი, თუ ABC სამკუთხედის ფართობი ნაკლებია MNKL ოთხკუთხედის ფართობზე, ხოლო MNKL ოთხკუთხედის ფართობი ნაკლებია PQR სამკუთხედის ფართობზე, მაშინ ABC სამკუთხედის ფართობი ნაკლებია PQR სამკუთხედის ფართობზე. რა ვიცი, აი ესეთი რაღაც რო გავაკეთოთ, ნახეთ, ერთი სამკუთხედი დავუშვათ, ხო? ეს არის ABC სამკუთხედი. და სამკუთხედი რას ნიშნავს? 3 კუთხე აქვს, ხო?
ოთხკუთხედი რა არის? 4 კუთხე აქვს. აი ზუსტად იგივე ჟანრში რო დავხატო რაღაცა რა, ოღონდ უკვე 4 კუთხე რო ქონდეს. ვთქვათ ტრაპეცია. და ეს იყოს MNKL-ი. ხო? ნახე, რას გეუნებიან ESO არის სიტყვაზე, რავი? 10 სანტიმეტრი კვადრატი ფართობი. ESO ნაკლებიაო 4 კუთხედზეო, ხო? დავუშვათ 11-ია ეს. ხოლო ეს MNKL 4 კუთხედის ფართობი კიდე ნაკლებია რაღაც სხვა PQR 3 კუთხედის ფართობზე. ანუ აი ესეთ რაღაცაზე, ხო? და რა გამოდის? ანუ თუ რაღაც 3 კუთხედი არის, რომელიც ამ 4 კუთხედს უსწრებს, შეგნებულად შიგნით ჩავწერე, ხო, რომ ნათელი იყოს. PQ არის. მაშინ დასკვნა ABC 3 კუთხედის ფართობი ნაკლებია PQR 3 კუთხედის ფართობზე. მასე არ გამოდის, ანუ თუ სიტყვაზე 12-ია ის დიდი 3 კუთხედი. ერთი 3 კუთხედი პატარაა 4 კუთხედზე, მეორე 4 კუთხედი კიდე სხვა 3 კუთხედზე პატარაა. ხო და მასე ის ბოლო 3 კუთხედი ხო პირველზე პატარა გამოდის. იმიტომ რომ პირველი 3 კუთხედი გამოდის ყველაზე პატარა, ხო? ანუ ბოლო 3 კუთხედი უფრო დიდი ვიდრე პირველი. რატო? იმიტომ რომ თუ ეს ასე არ იქნებოდა და 3 კუთხედი იქნებოდა ცხრიანი მაგალითად. აბა 10 თუ ჯო, ესე იგი, თუ დახატე 10 სანტიმეტრიან კვადრატიანი 3 კუთხედი და 11 სანტიმეტრი კვადრატიანი ფართობის მქონე 4 კუთხედი და შენ გინდა რომ ABC 3 კუთხედის ფართობი მეტი იყოს PQR 3 კუთხედის ფართობზე. აი ამაზე. აბა ეგეთი რაღაცა უკვე common sense, ანუ ლოგიკას არ უღებს. ერთი ფიგურა მეორეს ჩამორჩება და ეს უნდა ჩამორჩებოდეს ახალ 3 კუთხედს და მასეთ შემთხვევაში ხო უნდა გაზარდო რიცხვი არა, ანუ 11 კი არა 12 უნდა იყოს, ხო, სიტყვაზე. აი უმარტივესი ბავშვურიანით რო ვთქვათ რა, ხო და მაგ შემთხვევაში აუცილებლად პირველი 3 კუთხედი ნაკლები იქნება ფართობით ბოლო 3 კუთხედზე, ხო? ანუ პირველი სწორი არის. თუ ნატურალური m რიცხვი უნაშთოდ იყოფა ნატურალურ n რიცხვზე, ხოლო n უნაშთოდ იყოფა ნატურალურ k რიცხვზე, მაშინ m უნაშთოდ იყოფა k-ზე. ხო, ნუ აქ რა ვიცი, აი მაგალითად 20 გაყავი სიტყვაზე 10-ზე, ხო? m არის 20, n არის 10 და თავის მხრივ n ანუ 10 რო გაყო 5-ზე, ან გინდაც 4-ზე, ხო? ანუ გამყოფის გამყოფზეა ლაპარაკი და რა საკვირველია, რომ თავდაპირველი m რიცხვი უნაშთოდ გაიყოფა k-ზე, დიახ, ეგეც სწორი არის. ანუ ერთ რიცხვს ყოფ მეორეზე, იმას კიდე რაღაცაზე ყოფ და რას ნიშნავს? ერთი გასაყოფი გაიყო გამყოფზე, ეგ კიდე რაღაც გამყოფზე, ანუ გამყოფის გამყოფზეა ლაპარაკი. ხო და ის ბოლო გამყოფი სულ თავდაპირველი რიცხვის გამყოფიც აღმოჩნდება, ხო? ამასე. და ეგ მართებული იქნება და მესამე მსჯელობა თუ a წრფე კვეთს b წრფეს, ხოლო b კვეთს c წრფეს, მაშინ a კვეთს c წრფესო. აი ეს წრფე რო იყოს a და ეხლა b-სთან გადავკვეთოთ, აბა. ნუ როგორ უნდა გადავკვეთო? ბევრნაირად, მაგრამ ნუ თქვათ ესეა, ხო? b წრფე. a კვეთს b წრფეს, ეხლა b წრფე კვეთსო c წრფესო და მაშინ a აუცილებლად გადაკვეთს c-სო. ნუ აიღეთ c წრფე და ისე გაავლე, რომ a არ გადაკვეთოს, პარალელური იყოს და ისინი არასოდეს არ შეეხება ერთმანეთს თუ პარალელურია ზუსტად, ხო? ამიტომ c წრფე რო იყოს ეს, ნახე, ყველაფერი შესრულდა a გადაკვეთა b, აქ b-მ გადაკვეთა c აქ, მაგრამ a და c ერთმანეთს არ ეხება და აქ სწორი პასუხი უნდა იყოს პირველი და მეორე მხოლოდ, არა? აი მერე მოსწავლემ რამდენიმე ცალხაზიან და რამდენიმე უჯრებიან რვეულში სულ 21 ლარი და 60 თეთრი გადაიხადა. ამასთან ცალხაზიანი რვეულების რაოდენობა აღემატებოდა უჯრებიანი რვეულების რაოდენობას. სულ რამდენი რვეული შეიძინა მოსწავლემ თუ ცნობილია, რომ თითოეულ ცალხაზიან რვეულში მან 3 ლარი და 60 თეთრი გადაიხადა. თითოეულ უჯრებიან რვეულში კი 2 ლარი და 40
თეთრი. კაი, ანუ თემა ისაა, რომ უჯრებიანი უფრო ცოტა არის, ხო, ცალხაზიანი უფრო აღემატებაა უჯრედებიანი რვეულების რიცხვს, რაოდენობას. ანუ მაგალითად ისეთი მე ხა უმარტივესი გზით გეტყვი, რავი, აი ისეთი რიცხვი უნდა აგეღო, რომ მე ხო ლოგიკურად უყურებ, გითხარი უკვე ლოგიკოსი ვარ პროფესიით, ხო და მათემატიკური ახსნა სულ არ მომეთხოვება, ამიტომ და არჩინ არ მოგეთხოვება. უბრალოდ რაღაცა იდეის დაჭერა იყო მთავარი, აი 60 თეთრით რო ბოლოვდება აქ, ხო? რა შეიძლება გეეჭვა, რომ აი თუ ცალხაზიან რვეულში ტიპი 3-ლარსა და 60 იხდის, ხო? თითოეულ მათგანში არა, აი 6 ცალი რო ეყიდა მაგალითად, რატო 6? იმიტომ რომ 60 ბოლოს როგორ უნდა შევკრათ, აბა რაღაცით ხომ და შეიკრას და 60 როგორ მოგცემს ბოლოში ისევ 6-იანს და 0-ს. ნუ 6-ზე გამრავლებით მაგალითად, ხო, აი 6 ცალი რო ეყიდა და თეთრებში გადავიყვანოთ, აი 360 თეთრი, 3 ლარი და 60 თეთრი, ხო არის 360 თეთრი. ეგ რო 6 ცალი ეყიდა, ნახე ზუსტად 21 ლარი და 60 თეთრი ჯდება. ანუ ეს რო გადაამრავლოთ 0, 6, 3 სიმახსოვრე, 6, 3, 18 დამახსოვრებული 3, 21 და 2160 თეთრი ჯდება ზუსტად. ანუ მაგას კი აჯენე 6 ცალხაზიან რვეულს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ 0 უჯრედებიანი რვეული გამოგდის. 0 არ შეიძლება, იმიტომ რომ თითოეულ უჯრედებიან რვეულში უკვე გადაიხადა 2 ლარი და 40 თეთრი და რამდენით აღემატება, ნუ პასუხებში 6 არც არის, რომ არ დაუშვა, რომ 0-6-ზეა თანაფარდობა, ხო? აი 5 რო გაგეტესტა, ხო, მაგალითად 360 გავამრავლოთ 5-ზე, ხო, 5 ცალი რვეული შეიძინა, ხო, სიტყვაზე. ცალხაზიანი და ანუ 6-ზე ხო მივხვდი და ბევრი ვარიანტი არც რჩება განსახილველი და მაგ შემთხვევაში ნუ მიიღებ 1800, ხო, ეგრეა. 1800 თეთრს, ანუ 18 ლარს. ეხლა ნახე, გასაგებია, რომ ბოლოში 60 თეთრი ვერ დაჯდა, მაგრამ შენ თავს შეეკითხებოდი, რომ 2160 თეთრს რო გამოვაკლო 1800 თეთრი, შესაძლებელია თუ არა გადავანაწილო დარჩენილი თანხა უჯრედებიან რვეულზე რა. და 2160-ს რო გამოვაკლოთ 1800, არის 0, 6, 3, 360, ხო? ეხლა 360 თეთრი რო გაყო 240-ზე, ნუ არ იყოფა, ხო, ეგრეა. ანუ 1 და რაღაც არის, ანუ ზუსტ რიცხვს, ნუ 2 ლარი და 40 თეთრი როცა ღირს, ნუ ვერ ემთხვევა, ხო, უჯრედებიან რვეულში გადახდილ თანხას. ამიტომ 4-ზე გატესტავდი რა. ესე იგი 3 ლარი და 60 თეთრი რო გადაიხადოს 4 ცალ ხაზიან რვეულში. ანუ 4 ცალი იყიდოს და თითოში ესე იგი გადაიხადოს 3 ლარი და 60. ხო, რამდენი გამოდის? ნუ გადავამრავლოთ 4-ჯერ 0. 0 იქნება, აქ 4-ჯერ 6 24, 4-ჯერ 2 სიმახსოვრეთ, 4-ჯერ 3 12 და 1440. ეხლა თუ გაიხარჯა 1440 თეთრი და სულ თელ თანხას რაც გაიღო ამ მოსწავლემ 2160 თეთრს ჩამოვაკლოთ 1440 თეთრი და მასე მიიღებ რაღაც თანხას, რომელიც უნდა გადაანაწილო უჯრედებიან რვეულებზე. ხო, ეგრეა. და ნუ რამდენი იქნება, ხო, ეგ? ესე იგი 0, 2. აი, ნელა ვაკეთებ, ხო? შეიძლება თქვა, რომ ვიცი მათემატიკა რაში მჭირდება ამ ხელა ფილოსოფია. ანუ ყველა მარიცის და მაგიტო რა, რომ თან ყველას გავაგებინო, ხო? 720, ხო, ეგრე არის. ეხლა ეს 720 არის 7 ლარი და 20 თეთრი. შეიძლება თუ არა 7 ლარი და 20 თეთრით 2 ლარი და 40 თეთრის შეკრება, ამ პირიქით რო ვთქვა 2 ლარი და 40-ით 7 და 20-მდე ავიდე, ხო? ნუ მაგ შემთხვევაში პასუხი ასეთი იქნება. 7 ლარი და 20 თეთრი უნდა გადაანაწილო უჯრედებიან რვეულებზე, რომელთაგანაც თითოეული 2 ლარი და 40 თეთრი არის. ანუ უნდა გაყო 240 თეთრზე. და საბედნიეროდ ეს ზუსტად 3-ია. 3-ჯერ 0, 0, 3-ჯერ 4, 2, 1-ს ვიმახსოვრებ 7. ანუ რა გამოვიდა?
აი ესეთი მოსინჯვის მეთოდით იმაშიც კი არ იყო საქმე, რომ ბოლოში 60 თეთრი მარტო ცალხაზიანით დამესვა, სხვანაირადაც გამოვიდა, ხო? და როგორ? ნუ 4 ცალს თუ იყიდი, ბოლოში იმას ცალხაზიანს აქ 40 თეთრს გაძლევს და 3 ცალს თუ იყიდი, უჯრედებიანს 3-ჯერ 4, ნუ აქ ნახე გაძლევს 20 თეთრს, ხო? და რა გამოდის? ანუ 20 რო დავუმატებ 40, საბოლოოდ 60 თეთრი კი დაჯდება. ხო ეგრეა. ხო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ აი ეს თანხა, რაც მიწერია 1440, მაგას რო 720 დავუმატო, ზუსტად 21 ლარი და 60 არის რა. ესე იგი რა ხდება? ადამიანს უყიდია, მოსწავლეს უყიდია 4 ცალი ცალხაზიანი რვეული რო შევაჯამოთ და გადაიხადა 14 ლარი და 40 თეთრი, თუ გნებავთ ასე ჩავწეროთ და ასე ჯობია და რა გარჩება? მოსწავლეს უყიდია მაშინ 3 ცალი უჯრედებიანი, ანუ უჯრებიანი რვეული და გადაუხდია, ნუ აი 2 ლარი და 40 გამრავლებული 60, ანუ 7 ლარი და 20 თეთრი და მაგას გეუნებოდი რა, 40 და 20 ქმნის 60, არ არის საჭირო მაინდამაინც ერთმა რიცხვმა რაღაცაზე გამრავლებით მოგცეს 60. აი ესე გატესტვით აღმოაჩენდი, რომ დიახ, მათი ჯამი 21 ლარი და 60 თეთრია. კითხვა, სულ რამდენი რვეული შეიძინა მოსწავლემ შეიძინა 4-ს პლუს 3, ანუ 7 რვეული, ხო? მე ვცდილობ მათემატიკური ელემენტები მაქსიმალურად ამოვაგდო, ხო? აქ უმეტესობა ისეთი მისმენთ და ზოგადად ვინც სამაგისტროზე გავდივართ, უმეტესობას მივიწყებული გვაქვს მათემატიკა ან ბძულს საერთოდ, ხო? და ლოგიკურად მიუდგეთ ხოლმე, შესაძლებელია. მუდმივი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა მთელი გზის 5/12 ნაწილი 1 საათში გაიარა. რა დრო დასჭირდება ავტომობილს გზის დარჩენილი ნაწილის გასავლელად, თუ ის იმავე სიჩქარით იმოძრავებს? მუდმივი სიჩქარე, ანუ ყოველთვის ერთ და იგივე გეზია ქაღებული, ეგ არ ნიშნავს, რომ ესე იგი აი ამოაგდო სიჩქარიდან ჯერ 50-ით იყო მერე 60 და რა სიჩქარეც არის უმაგით მიდის, ხო? და მეორე ავტომობილის თუ არსებობს და ისიც მუდმივით მოდის, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ტოლის სიჩქარეები ექნებათ. არა, ის შეიძლება 90-ით მოდიოდეს, შენ 80-ით, მაგრამ ორივეს მუდმივი დაგერქმევათ. მოკლედ მარტივად გავაკეთოთ პროპორციით, ხო? მთელი გზის 5/12 ნაწილის გავლას 1 საათი, ანუ 60 წუთი დასჭირდა. ხო და ნუ ასე გავაკეთებდი მე მთლიანად მთელი გზის გავლას, ერთი მთლიანობის გავლას რამდენი წუთი დასჭირდებოდა. ან პირდაპირ 7/12 რო გამოვთვალო, ხო, რაც დარჩა 1-დან. იქ სიუძვის დიაგონალური წევრების ნამრავლი, ანუ 1 × 60 გაყოფილი გვერდით დგომ წევრზე, ანუ 5/12-ზე ეს რა არის? ნუ 1 × 60, 60 გამრავლებული ამოყირავებულ წილადზე, 5 და 60 შეიკვეცა, დარჩა 12, 12 × 12, 154 წუთი. 154 წუთი დასჭირდებოდა მთელი გზის გავლას, ხო, მივაწეროთ ეგ. მთელი გზის გავლას. მთელი გზა 1 არის, ერთით აღინიშნება. ხო და ნახე თუ იცი, რომ 5/12 უკვე 60 წუთში გაიარა, ესე იგი მთელი გზის გავლას თუ 154 წუთი სჭირდება და 60 წუთი მან უკვე იმოძრავა და 5/12 დაფარა, 144-ს რო 60-ს გამოვაკლებ, მიიღებ 84 წუთს, რაც დარჩებოდა 7/12-ს, ანუ 84 წუთი საჭირო იქნებოდა 7/12-ის გასავლელად. 7/12 კიდე რა არის? დარჩენილი გზა. ხო ეგრეა. ხო და ასევე კიდე რა არის ეგრე? ის რომ 80 წუთი რა არის? ნუ 1 საათი, ხო, 60 წუთი არის და დარჩა რამდენი? 24 წუთი. და იქნებოდა აქ პასუხი, ხო? ან პირდაპირ როგორც გითხარი, 1-ის ნაცვლად ჩაგეწერა 7/12 და მაინც იგივეს მიიღები. 7/12 რატო? იმიტომ რომ თუ მთელი გზა 1-ია, 5/12 რაღაც ნაწილია, გაიარა 60 წუთში, დარჩა 7/12 და 12/12-მდე აქაჩო, ხო ეგრეა? დიახ, მასეა. კაი, შემდეგ აბა
ეზო შედგება საერთო საზღვრის მქონე კვადრატის ფორმის ორი ნაკვეთისგან, რომლებიც ერთ სწორხაზოვან საავტომობილო გზას ესაზღვრება. აიხილეთ ნახაზი. ერთი კვადრატის გვერდი 3 მეტრით მეტია მეორის გვერდზე, ხოლო ფართობი 240 მეტр კვადრატით მეტია მეორის ფართობზე. იპოვეთ საავტომობილო გზასთან მთლიანი ეზოს საერთო საზღვრის სიგრძე. რა რთულად არის აღწერილი, არა? აი ეს მონაკვეთი გვჭირდება რა. ხო? აი ეს აქედან აქამდე. ხო და რა არის აქ ახლა ხელჩასაჭიდი ინფორმაცია ამ ამოცანაში? პირველ რიგში ის, რომ ერთი კვადრატის გვერდი 3 მეტრით მეტია მეორის გვერდზე, ანუ თუ მცირე სიქსით ავნიშნავთ, ის დიდი იქნება x+3. და ფართობები როგორ გამოისახება? ნახე, ანუ კვადრატის ფართობი რა არის? გვერდის კვადრატი, ხო? ესე იგი, დიდი კვადრატის ფართობი იქნება x+3 აყვანილი კვადრატში. და აქვე გვეუბნებიან, რომ ეგ ერთი კვადრატის გვერდი 3 მეტრით კი არის მეტი მეორეზეო, მაგრამ თანო ფართობი 240 მეტр კვადრატით მეტიაო. მაშინ ესეთი რამე გავაკეთოთ, დიდი კვადრატის ფართობს, ანუ x+3-ის კვადრატს, რომ გამოვაკლოთ პატარა კვადრატის ფართობი, ანუ x კვადრატი. სწორედ 240 უნდა იყოს, ხო? მაგათი სხვაობაო ფართობებისო 240 არისო. ჯამის კვადრატია ეს გახსნიდი x კვადრატს პლუს 2ab არის, ხო? ანუ 6x იქნებოდა პლუს 9 მინუს x კვადრატი უდრის 240. მინუს x კვადრატი პლუს x კვადრატი გაბათილდა 6x უდრის 240 გამოკლებული 9 და 6x უდრის 231-ს. რაც უდი რიცხვი და დაჯდა რა? არა უშავს. ყველაფერი ყოველთვის ისე ხო არ იქნება, როგორც გინდა. ეხლა 231, მოდი, x-ი რო გავიგოთ, რა უნდა გავაკეთოთ? ნამრავლი 231 უნდა გავყოთ 6-ზე. 23-ში მოთავსდება 3-ჯერ 6, 18, 23 მინუს 18, 5 და მოდი აი გიჩვენებ, რომ არის ფიქრო, რომ რაღაცა სიძნელეს სირთულესთან გვაქვს საქმე. აი ნახე, როგორ ხდება გაყოფა 6-ჯერ 3, 18, ხო? 5 ხო ჩამოვიდა. აი 51-ში რამდენჯერ მოთავსდება 6? 9-ჯერ ვერ მოთავსდება. 54-ია, ხო? ამიტომ 8 უნდა დაწერო. 8-ჯერ 6 48. და 48-ს თუ გამოვაკლებ 51-ს 3-ს მიიღებ და 0-ს ჩამოიტანო, ხო? მძიმე უნდა დაიწეროს აქ და 38.5 იქნება, ხო? ეს x-ი. ანუ გაიყო ზუსტად. ეგ კარგის მაუწყებელია უკვე. x-ი რა არის? პატარა კვადრატის გვერდი. ესე იგი ეს არის 38.5. ცოტა დიდი კვადრატის გვერდი რა იქნება? ყველა გვერდი კვადრატში ტოლია, ამიტომ ზევით დავაწერ. 38.5 პლუს 3, ხო? ხო და ეხლა ნახე რა მოხდა ქვემოთაც. გამოვიდა 38.5-ს რო 3 მივუმატოთ, რამდენია? 41.5 არის. და აქ კიდე კვადრატში ყველა გვერდი ტოლია 38.5. აი მაგებს შეკრებ და ეგ არის ორი კვადრატის გვერდთა ჯამი, რაც ესოდენ რთულად არის პირობაში გადმოცემული და მაგას გეკითხებოდნენ ზუსტად. ეგ რავი 80-ია. 80 მეტრი იქნება ეგ გზა. გზის ეგ მონაკვეთი. თუ B კლასში ორჯერ ნაკლები მოსწავლეა ვიდრე ჯამურად A და C კლასებში, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვერ იქნება მართებული. ესეც რა უმარტივესად ლოგიკურად ნახე, A კლასში ავიღოთ 1 და C კლასში ავიღოთ 1 მოსწავლე. თუ B კლასში ორჯერ ნაკლები მოსწავლეა ვიდრე ჯამურად A და C კლასებში ერთად, ჯამურად A პლუს C ხო არის ჩვენ შემთხვევაში 2. ხო და ორჯერ ნაკლებიაო მაგ ჯამზეო. 2 რო 2-ზე გაყო 1 არის. ეხა ეს მაგალითი, აბა გამოგვარიცხინებს რას? ნახე D ვარიანტს მაგალითად,
რომელი ვერ იქნება მართებულიო სამივე კლასში მოსწავლეთა თანაბარი რაოდენობა ძალიან ჩვეულებრივ შეიძლება იყოს. B ეს შეხედე B კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და C კლასებში მოსწავლეთა რაოდენობების საშუალო არითმეტიკული სტოლია. დიახ, 1-ს მივუმატოთ 1 გაყოფილი 2-ზე. ანუ საშუალო არითმეტიკული რა არის? მონაცემების, ჯამი გაყოფილი მათ რაოდენობაზე, ხო? და 1 + 1 გაყოფილი 2-ზე 1-ია. ანუ შეიძლება როგორ არა საშუალო არითმეტიკული იყოს, თუადაც ერთმანეთის სტოლი იქნება, ანუ A-შიც იმდენი მოსწავლე იქნება, რამდენიც C კლასში. მაგით გამოირიცხა, ხო? D და E ვერსიები. ხა დაატრიალებ და შეცვლი რაღაცეებს რა. რადგან ორჯერ ნაკლებია, 3 მოსწავლე ვერ იქნება, 3 რო 2-ზე გაყო 1/9 ადამიანი იქნება. ამიტომ მოდი აბა A-ში იყოს 3 მოსწავლე და C-ში 1. რა პასუხი, ორჯერ ნაკლები ადამიანი იქნება, ხო, B-ში, ანუ ჯამში 4, 4 გაყოფილი 2-ზე 2. ორჯერ ნაკლები მოსწავლეა B კლასში. ხო და რა ხდება მაშინ? რომელიმე პასუხი ხო არ გამოირიცხა? აბა ვნახოთ, B კლასში 1-ით მეტი მოსწავლეა ვიდრე C კლასში, ხოლო A კლასში 1-ით მეტი მოსწავლეა ვიდრე B კლასში. B გამოირიცხა ამ ვერსიით, მაგრამ თუ შეცვლი მოსწავლეების რიცხვს, აქ 1-ს დაწერ და აქ 3-ს, მაშინ უკვე G გაბათილდება. B კლასში 1-ით მეტი მოსწავლეა ვიდრე A კლასში და C კლასში 1-ით მეტი მოსწავლეა ვიდრე B კლასში, ხო? B 1-ით ჯობს A-ს და C 1-ით ჯობს B-ს. დიახ, ეგ სურათია აქ რაც ჩანს, ხო და გამორიცხვის მეთოდითაც შეიძლებოდა ამის გაკეთება, რომ პირველი ვერასოდეს ვერ მოხდება, რადგან ჯამურად A-ს ემატება C მოსწავლეთა რიცხვი და მერე 2-ზე იყოფა და B-ს რაოდენობას იღებ. ისე ვერასოდეს მოხდება, რომ B კლასის მოსწავლეთა რაოდენობა ჩამორჩებოდეს როგორც A კლასის, ისე C კლასის მოსწავლეთა რაოდენობას. ანუ მას ეთი რაღაცა შეუძლებელია, მაგალითად, 3 ადამიანი რო იყოს A კლასში და C-შიც 3 და გინდა ჩამორჩეს B. ანუ ეგ ვერ მოხდება, იმიტომ რომ ჯამს ორჯერ ამცირებ, 6 გავყოთ 2-ზე, 3 იქნება. გაზრდი? მაგალითად აქ დაწერ 11-ს. აბა რო ჩამორჩეს, ყველას 2 უნდა დაწერო. 2 როგორ იქნება? აბა 11 + 3 14-ია. 14 რო 2-ზე გაყო 7 უნდა დაწერო. B-ში მოსწავლეთა რიცხვი. ამიტომ ეგ თემაა რა. პირველი ვერასოდეს მოხდება. აბეცი სამკუთხედის AC გვერდზე მონიშნულია O წერტილი ისე რომ A უდრის B-ს უდრის C-ს. ცნობილია რომ ACB კუთხის სიდიდე 63 გრადუსის ტოლია. იპოვეთ ABO კუთხის სიდიდე. ხო, მე ხა იცი წინა წლებში და წინა ტესტებში ყოველთვის ძალიან ნელა ხსნი და ასე შემდეგ. ეგ ხსნი ნელა, იმიტომ რომ საინტერესო იყოს განსაკუთრებით ლოგიკა და რა ვიცი, რაოდენობის საინტერესო არაფერია ხოლმე, ამიტომ პირდაპირ გეტყვი რა ხდება აქ, ხო? შენ ყოველთვის შეგიძლია დააპაუზო, ჯერ შენიც წადო, მაგრამ მე გეტყვი უკვე რაშია საქმე აქ, ხო? ნახე საერთოდ თუ BO, ანუ OB უდრის OC-ს და აქვე წერია 63 გრადუსი, ეგ რას ნიშნავს, რომ საერთოდ ტოლფერდა სამკუთხედი მივიღეთ, OB უდრის OC-ს და ფუძე არის BC. და საერთოდ ტოლფერდა სამკუთხედის განმარტება მასეთია, რომ ფუძესთან მდებარე კუთხეები ერთმანეთის ტოლია. მაშინ ესეც 63 იქნება. ეხლა სამკუთხედის შიდა კუთხეების გრადუსული ზომათა ჯამი არის 180 გრადუსი. ანუ შესაძლებელია BOC სამკუთხედზე მსჯელობა და ამ დარჩენილი კუთხის გამოთვლა. 63-ს დავუმატებდი 63-ს 126-ია და 180 რო გამოვაკლოთ 126 იქნება 54 გრადუსი, ხო, ეს. ეხლა ნახე, აქ ეს გაშლილი კუთხეა მთლიანად, რომელსაც 54 გრადუსი აქვს მოპარული. ხო და ეს ნაწილი რომ გაიგო, 180 უნდა გამოვაკლო მარჯვნივ რაც აქვს, ანუ 54 გრადუსი და მიიღებდი 100 რამდენია ეს 26 გრადუსი, ხო ეგრეა. ეს არის 126 გრადუსი. ეხლა იკითხავ, მაგრამ სადამდე მივდივართ, რა გავაკეთოთ, ისინი ხო არ ვიცით ის კუთხეები, X-ით აღნიშნე ესეც. რატო? იმიტომ რომ OB AO-ს ტოლიც არის, ანუ ტოლფერდა სამკუთხედია, უბრალოდ წერანდელივით, უბრალოდ 63 რო იყო, ეგ აღარ ვიცით აქ რამდენია და
გაურკვეველი იქნება, ანუ x-ი, ხო და ყველა კუთხის ჯამი გაეტოლებოდა 180. ანუ x + x-ი, ანუ 2x-ი პლუს ის 126 გრადუსი AOB სამკუთხედისა უდრის 180. 2x-ი უდრის, 180 გამოკლებული 126 და მე მაგ შედეგს გაყოფ 2-ზე და ეგ იქნება სწორი პასუხი. რამდენია 4 და 5. x-ი უდრის 54 მეორედი, ანუ 27, ხო? და ორივე კუთხე ტოლი იქნებოდა ტოლფერ და სამკუთხედის პრინციპის თანახმად და 27 იქნებოდა თითოეული, ხო? 27 ჯერ 2 ხო 54. აი, ვფიქრობ გავიგეთ. 3AB და ბოლო ამოცანა ამ ვიდეოსთვის რა. 3AB და C ყუთში სხვადასხვა რაოდენობის ბურთი აწყვია. ამასთან ყველაზე ნაკლები ბურთი A ყუთშია, ხოლო ყველაზე მეტი C ყუთში. ანუ ბოლო ამოცანა, იმიტომ რომ თუ რა ვიცი, რამდენმა შენიშნეთ ეს არ ვიცი, უბრალოდ მთელი წელი ვმუშაობდი ჩემ მოსწავლეებთან და ახლა უბრალოდ გიწერთ ამ ვიდეოებს არც მევალებ. ეხა იმიტომ კი არა რომ მადლობა მითხრათ და რაღაც. თუ მეტყვით, კი ბატონო, კარგი იქნება. მაგრამ თუ დააკვირდი, მთელი დღე ლოგიკაზე ვმსჯელობდი, ამიტომ ვიღაცა პასუხებს როდებს ეგრევე ამაში 15 წუთში ტესტების დადებიდან, ეს ცოტა არარეალურია რა, მსუბუქად რომ ვთქვა. მთელი დღე ვშრომობდი, კაც სამხელა გამოცდილება მაქვს და მოგაწოდე პირველიდან 11 ტესტების ახსნა ლოგიკაში, თითო ვიდეო 20 წუთიანი, მეტი რა უნდა გავაკეთო. ნახე, 3 ყუთი არის A, B და C და ყველაზე ნაკლები ბურთი A-ში არისო, ყველაზე მეტი C-შიო. რომელი შეიძლება იყოს ქვემოთ შემოთვლილთაგან ბურთების ჯამური რაოდენობა, თუ C ყუთში 2 ბურთით მეტი აწყვია, ვიდრე A ყუთში. ესე იგი, A ყუთში იყოს მოდი x-ი და C-ში არისო 2 ბურთით მეტიო. ეხლა აქ ლოგიკა ჩავრთოთ, სულ არ არის მათემატიკა საჭირო. თუ ყველაზე ნაკლები ბურთი A-ში არის და ყველაზე მეტი C-ში და A არის x-ი და C არის x + 2, B რა იქნება? x-ი რო იყოს, იგივე რაოდენობაა და ყველაზე ცოტა ბურთი A-ს ვეღარ ეთქმის. x + 2 თუ იყო, ყველაზე მეტი C-ს ვეღარ ეთქმის. x + 3 თუ იყო, ყველაზე მეტი B გამოდის. ამიტომ ერთადერთი ხსნა, რადგან ბურთი მთელი რიცხვი უნდა იყოს, x + 1 არის B-ში ბურთების ოდენობა, ხო და რამდენი სტოლი შეიძლება იყოს ბურთების ჯამური რაოდენობა არის ამ უცნობების და ციფრების ჯამი. ეგ იქნება 3x + 3. ხო ეგრეა. და რომლის ტოლი იქნება? ცალ-ცალკე ხო არ გაუტოლებ, რაღაც კანონზომიერება ხო არსებობს. 3x-ი ნიშნავს 3-ზე გამრავლებას, ანუ რიცხვი 3-ზე გაიყოფა აუცილებლად და 3 თუ დაემატა, მით უმეტეს 3-ის ჯერადობას ხელი არ შეეშლება, კვლავ 3-ის ჯერადი იქნება. ამიტომ პასუხი იქნება აქედან არც მეტი, არც ნაკლები 60, იმიტომ რომ მხოლოდ ეს იყოფა 3-ზე. ჩამოთვლილი რიცხვებიდან. 3-ზე რა რიცხვები იყოფა, რომელთა ციფრთა ჯამიც იყოფა 3-ზე. 3x-ი უდრის 57-ს და 3 ხო მინუსით გადავიდა და x-ი უდრის 1 და 27-ში 3 9 ჯერ. 19 ბურთი იქნება A-ში, 20 იქნება B-ში და 21 იქნება C-ში. ესენი რომ შეკრიბო, 21 და 19 არის 40 და 40 და 20 60. აი ეს არის, რა ვიცი, მე მგონი ძალიან მარტივი რაღაც არის რა, ანუ გადალახვა თავისუფლად შეიძლებოდა, ხო? კარგია, დროებით და ყოველთვის